მოგესალმებით. დღეს არის პოდკასტი სოციალური დემოკრატიისთვის მისი მეხუთე ეპიზოდი და დღეს ჩვენ საუბრობთ ომსა და მშვიდობაზე. აი ესეთი სიმბოლური სახელით და საუბრობთ ჩვენი მოძრაობის წევრებთან ერთად გაბრიელ ჩუბინიძესთან ერთად, რომელიც არის უახლეს ისტორიის მკვლევარი და საუბრობთ მედია ტურაშვილთან ერთად, რომელიც არის სამშვიდობო პოლიტიკის მკვლევარი და მე ვანო აბრამაშვილი ასევე გახლავართ მშვიდობისა და უსაფრთხოების მკვლევარი აგრეთვე შესაბამისად შევეცდებით რომ განვიხილოთ, მიმოვიხილოთ რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც უკავშირდება მშვიდობას, უკავშირდება კონფლიქტებს საქართველოში, მოუგვარებელ კონფლიქტებს, რომელიც უკვე 30 წელზე მეტი არსებობს და რაც თავარია, შევეხებით ჩვენი ესე ვთქვათ, უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წყაროს, რუსეთს და ვინაიდან ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია, ვეცდებით რომ ესე დავფაროთ ეს საკითხები იმ დროში, რომელიც ჩვენ გვაქვს. და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც პრინციპში აი უახლეს ისტორიაში მოხდა დღეს მიმდინარე კრიზისის ფონზე სულ უფრო საინტერესოა ხოლმე სწორედ აი დღევანდელი გადმოსახედიდან და ამიტომაც ვეცდებით რომ აი ამ კუთხიდან შემოგთავაზოთ საუბარი ანუ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ხედავთ ჩვენ იმ განგრძობით 12 აგვისტოს ხო რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მერე არის შექმნილი იმ ესე იგი ერთგვარ მოუგვარებლობას, რაღაცა დაუსრულებლობას იმ კონფლიქტისა, რომელშიც ჩვენ ვართ. და პრინციპში ამ კონფლიქტს ბევრი სახე აქვს დაწყებული ადამიანური ისტორიებიდან, ძალიან ძიმე ისტორიებიდან, ძალიან ესეთი მამაცური ისტორიებიდან დამთავრებული ძალიან ვიწრო სამხედრო ანალიტიკით. შესაბამისად ეს არის მრავალშრიანი კონფლიქტი და ჩვენ ალბათ სხვადასხვა ეპიზოდებში მე ვეცდებით რომ სხვადასხვა ასპექტები კიდევ უფრო მეტად გამოვყოთ და სულ უფრო მეტად დავფაროთ. მაგრამ პირველი რაც ჩვენ რამაც რა თქმა უნდა გვიბიძგა გარდა იმისა რომ სიმბოლური კვირა, სიმბოლური თარიღია, ხო ეს აგვისტოს ომის დაწყება ასევე მნიშვნელოვანია ის გაუთავებელი ომით საკითხით მანიპულირება და მშვიდობის თემით მანიპულირება, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა და მუნიციპალურ არჩევნებშიც კი ერთ-ერთი მთავარი სლოგანი არის მშვიდობა საქართველოს. მაშინ როცა მე არ ვარ დარწმუნებული რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ამის მანდატი რამენაირად გააჩნიათ, ხო, იმიტომ რომ ეს მთლიანად პოლიტიკური საკითხი. გაბრიელ, მოდი ჩვენგან დავიწყებდი, როგორც უახლეს ისტორიის მკვლევრისგან, მსგავსი საკითხებით მანიპულირება ალბათ არ არის ახალი. ჩვენ არაერთხელ ქონია ესეთი შემთხვევა უახლეს ისტორიაში, რომ როდესაც ჩიხში შედიან ხოლმე პოლიტიკური მართველი ძალები, აი ამ კარტს გაათამაშებენ ხოლმე, რომელიც ეხება მშვიდობას, უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. ხო და აი მანიპულაციის ეს საფუძვლები რომ მიმოვიხილოთ. კი, პირველ რიგში მადლობა ვანო. და ერთ-ერთში მინდა აღნიშნო რომ ზოგადად ძალიან რთული არის რომ ესეთ სიმბოლურ დღეებში ვისაუბროთ ესეთ ტრაგიკულ დღეებზე და მით უმეტეს იმ კონტექსტში რომელშიც დღეს ჩვენ თელი საზოგადოება ვართ, როცა და ჩვენი ჭყალებში ხელისუფალი ფაქტობრივად ეწევა სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებას, ხომ? და კი მათ შორის ერთ-ერთი მათი მანიპულაციის გზა ეს არის სწორედ საზოგადოების ტრამვებით მანიპულირება და მისით გარკვეული დივიდენდების მიღება. და თუ ჩვენ დავუკვირდებით, სწორედ ქართული ოცნება ჩემის აზრით ყველაზე მეტად იყენებს ვიდრე სხვა წინა ხელისუფლებები იყვნენ, რადგანაც ჩვენ როცა ხედავთ რომ მათი ლეგიტიმაცია მაკლებსკენ მიდის ისინი ყოველთვის შემოაგდებდნენ ხოლმე გარკვეულ ისტორიულ ნარატივს და მასზე დააშენებდნენ ხოლმე რაღაც ფსევდო ნაციონალისტურ არგუმენტებს. ხო და პირველი ხა უბრალოდ რაც გამახსენდა ეს არის სწორედ აი ეს გარეჯის თემა რაღაც არსაიდან გაცოცხლდა და ისევ ჩაკუდა, ხო?
და კი როცა ჩვენ საუბრობთ იგივე რაც ქართული ოცნების ფსევდოს სამშვიდობო პოლიტიკაზე პირველ რიგში ეს არის მესაზოგადოების ტრავმებზე თამაში და თან იმ მესაზოგადოების რომელიც მეტწილად ტრავმული არის ხომ რადგან თუ ჩვენ შევხედავთ ქართულ მესაზოგადოებას აღმოვაჩენთ რომ თითქმის ყველა სოციალური ჯგუფში გარკვეული ტრავმა არსებობს, გარკვეული ტკივილი არსებობს, რომელიც არასოდეს არ გადამუშავებულა. აი მაგალითად უბრალოდ რომ ავიღოთ მხოლოდ 90-იანი წლები, ხო? და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ არ მხოლოდ გვაქვს ეს პოსტსაომარი ტრავმა, ხო? აი მაგალითად იგივე მე თვითონ ძალიან ბევრი ინტერვიუ ჩამიწერია თავად ომის ვეტერანებთან და ფაქტობრივად ყველასთან გრძნობდი რომ აი დაახლოებით 10-დან 7-ში რომ ადამიანს ჰქონდა პოსტტრაუმული აშლილობა, რომელსაც არავის არ უსაუბრია და არავის ინტერესი არ ყოფილა რომის გამოსწორებულიყო, ხო? ხო, იგივე მეორე მხრივ თუ ჩვენ თქვათ ავიღებთ თევნილობის ტრავმა ეს არ არის ხომ მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მეცვლელება, არამედ ეს არის მთლიანად შენი ცხოვრების ნოლიდან დაწყება, არამედ ეს არის არც შენი ყოველდღიურობის ახლიდან დაწყება და თან ეს ტრავმა როგორი იყო, ხო, როცა ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობა, რომელიც მუდმივად საუბრობდა რომ აი მე თქვენ დაგაბრუნებთ მალე და თქვენ არ ჭირდებათ რომ ცხოვრება ახლიდან რომ თქვენ ცხოვრება ახლიდან დაიწყოთ თქვენს ახალ მესახლებში, ხო? ასევე მესამე რომელსაც მე გამოყოფდი ეს არის ალბათ სწორედ სამოქალაქო ომის ტრავმა, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამოქალაქო ომში შენ მტერი, ესე ვთქვა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში შენ ვთქვათ მტერი გამოკვეთილად არ ჩანს, ხომ? რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის კონვენციური ომი. არამედ ეს არის როცა შენი არ ვიცი, კარის მეზობელი შეიძლება აბსოლუტურად სხვა მხარეს იდგეს და ის იყოს დაპირისპირების მეორე მხარე, ხომ? და რა თქმა უნდა, სამოქალაქო ომის შედეგი კი სწორედ ის იყო, რომ სახელმწიფო უბრალოდ ჩამოიშალა და აი ეს ქაოსი და ჩამოშლილი სახელმწიფო არის ჩემის აზრით ყველაზე დიდი ტრავმა, რაც მთელ ქართულ მესაზოგადოებას ეთახვება, რადგანაც აი სახელმწიფოს გაქრობა ფაქტობრივად აჩვენა, რომ ადამიანი აბსოლუტურად დაუცველი გახდა, რომის აბსოლუტურად მოწყვლადი გახდა და საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ იმ დროს 90-იანებში ითხოვდა აი ამ ქაოსის რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, მათ შორის ყველაზე რადიკალური გზებითაც. და კი თუ ჩვენ შევხედავთ თქვათ როგორ არის ეს ყოველდღიურობაში გამოხატული, პირველ რიგში ჩემის აზრით ეს არის ის რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი განსაკუთრებით რეაქციული გახდა და მეორე რომელიც გაურბის აი ამ ყველა საფრთხეს და ეს არის მისი რეაქცია და ხდება აბსოლუტურად პოლიტიკიდან გამიჩენული, რადგან მას ეშინია და მას ურჩევნია რომ ის იყოს ჩუმად და უბრალოდ არ ჩაერიოს არაფერში და ამით შეიქმნას გარკვეული საკუთარი თავდაცვა. იმ მოახლოებული კომფორტი მათ შორის კი იმ მოახლოებული ტურბულენტური პერიოდისადმი, რომელიც შეიძლება იყოს. და კი სწორედ როცა მე ვხედავ თქვა ქართული ოცნების მომხრეებს, რომელთაც ჭყალებში გულწრფელად შეიძლება შეეროდათ. კი მე როცა მათ მისაუბრია სწორედ მე მათში ვხედავ აი ამ შიშ იმისა, რომ ხვალ შეიძლება თქვა ჩამოიშალოს ჭყალებში ხელისუფლება, ისევ შეიცვალოს რაღაცეები და ისევ აბსოლუტურად დაუცველები გახდნენ. და სწორედ ქართული ოცნება ყველაზე დიდ დანაშაულს, რაც შეიძლება საკუთარ მესაზოგადოებას გაუკეთო, არის სწორედ ეს არ ვიცი ტრავმებით თამაში და წვალება შენი მესაზოგადოების. ხო და მე მგონია რომ არ ვიცი ჩვენი შემდგომი თაობების მთავარი მიზანი უნდა იყოს რომ როგორმე ვისაუბროთ აი ამ იგივე ამ ტაბუირებულ თემებზე, რათა და როგორმე შევძლოთ და თავი დავახციოთ აი ამ ჩაკეტილ წრეს. კი ბატონო, ანუ ის შიშები შენ რაც ახსენე და ტრავმები გასაგებია სრულიად ის საბაზისო ესე იგი მოცემულობა, რომელიც გვაქვს.
და მე მინდა აქ ხა ორი მნიშვნელოვანი ერთ შემოვიტან საკითხი შემოვიტანო ის თუ რა ახდენს ამ ტრამვების კვლავ წარმოებას და რა თქმა უნდა ეს არის სიღარიბე. იმიტომ რომ სიღარიბე და შიში არის გადაჯაჭვული. ეს ორი ცვლადი, ესე რომ ვთქვათ, ხო? აი, წინათ რაღაც ესე სოციოლოგიათ რა შევხედოთ. და აი ამ ღარიბ გაღატაკებულ ქვეყანაში ხალხს, რომელსაც ყველაფერი წაართვეს, დარჩათ მხოლოდ ალბათ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლეღა. და რა თქმა უნდა, ხა მათ ეძვირფასებათ ეს სიცოცხლე, ხო, რომელიც მათ შერჩენიათ, ავად თუ კარგად, იმიტომ რომ მართლა ისეთი რაღაცა ყველა განძარცვეს ხალხი, ხო, ადამიანებმა და იმ მართლმა პოლიტიკურმა კლასმა, რომელიც საქართველოს ყავს 30 წელია და ჩვენ რო რაღაცა ზოგჯერ ირონიულად ვამბობთ, რომ აი ნაცკოცობა მაგალითად და ასე შემდეგ, ანუ ეს ხო მოცემულობა, ეს ხო ნაცკოცობის მიღმა ის არის, რომ ეს ხალხი 90-იანებიდან ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის აი ამ ბრუნავი კარის პრინციპით მუდმივად top 0.1%-ში იყო რა ჩვენი აი ამ ესე იგი პრივილეგირებული რაღაცა საზოგადოების ფენის, ხო? რომლებსაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ აი ამ რეალობაში შექმნას, რომელსაც დღეს ვართ, იმ ესე იგი საფუძვლების შექმნაში იმ კრიზისსა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. და აქედან გამომდინარე, ცხადია ეს სიღარიბე არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რასაც სწორედ ქართული ოცნება მშვენივრად ხვდება, რომ აი ამ შიშით მანიპულირება ხარები, ესე იგი, მოსახლეობისა ბევრად მარტივია. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს ცხადია ბევრი ახალი დამატებითი თემის მოფიქრება მოუწევდათ მაგალითად, ხო, ან მიდგომა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ხო, ესეა რა, ეს მოცემულობა არის ზოგადად იგივე ამ კონფლიქტოლოგიაში სფეროებში, ხო, რომელსაც საერთოდ მე და მედია ვიკვლევთ, ეს ყოველთვის აღიქმება ხოლმე სტრუქტურული კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი საკითხია და მეორე ცვლადზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი და მოდი მედიას მოусმინოთ. ოღონდ მედიას ვკითხავდი პრინციპში ზოგადად აი ამ ტრამვებიდან გამომდინარე, მოცემულობიდან გამომდინარე, აი რაც ვახსენე, განგრძობადი 12 აგვისტოდან გამომდინარე, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვიყოფებით ცეცხლის შეწყვეტის მოცემულობაში და ჩვენი კონფლიქტი რუსეთთან მაგალითად ანონს თუ ეს 90-იან მოყოლებული კონფლიქტები, ანუ არანაირი ფორმით ახლოსაც კი არ არის მოგვარებასთან. და აქედან გამომდინარე, აი ამ ვითარებაში როგორ უნდა იყოს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და რა კრიტიკა გვექნება იმ განვლილი 30 წლის მიმართ, რომელიც ასევე პასუხისმგებელია სწორედ იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელშიც მართლა დღეს საზოგადოება იმყოფება, ხო? იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ შეიძლება და ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდი ხოლმე მე ქართული ოცნების აი ამ თუნდაც საწესდებებზე რაღაც პროგრესულობას, იმიტომ რომ შენ არ შეიძლება პროგრესული იყო რაღაცა ჯანდაცვის სფეროში, მაგრამ არ იყო პროგრესული ისეთ სფეროში, როგორც არის კონფლიქტების მიმართულება, ხო? სადაც მთლიანად სტატუს ქო შენარჩუნებაზე იყო ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ორიენტირებული ქართული ოცნება და აქედან გამომდინარე მუდმივად ჩდებოდა ის კითხვები, რომ რამდენად ამ ძალას შეუძლია და შესწევს და აქვს გულსფერი სურვილი, რომ რაღაცა ფუნდამენტური ცვლილებები მოიტანოს ქვეყანაში, ხო, 2012 წლის მერე. მოკლედ მედია გისმენთ. მადლობა ვანო, პირველ რიგში რადგანაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრა პოდკასტი ეთმობა 2008 წლის ომის თემატიკას, მე მინდა რომ გამოვხატო ჩემი ასე ვთქვათ პატივისცემა და ხსოვნა იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც დაკარგეთ სიცოცხლე საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის და თქვა ის, რომ ალბათ ჩვენი დღევანდელი ქმედებები თუ მუშაობა თუ გნებავთ ეს პოდკასტიც არის იმის ცდელობა, რომ ამ ადამიანების ხსოვნა არსებობდეს ამ ქვეყანაში და ასევე ის, რომ ჩვენ ცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში და ვქმნიდეთ ისეთ ქვეყანას, რომლისთვისაც ამ ადამიანებმა თავი გაწირეს.
რაც ეხება შენს შეკითხვას. იცი როგორ არის 30 წლის განმავლობაში საქართველოს, აი დამოუკიდებლობის შემდგომ კონფლიქტების დაწყების შემდგომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა რაღაცა ტიპის სამშვიდობო პოლიტიკა, ხო? ზოგს ვეთანხმებოდით, ზოგს არ ვეთანხმებოდით, იყო ხშირად დისკუსიები, კრიტიკა, მაგრამ რაღაცა პოლიტიკური ჩარჩო ყოველთვის არსებობდა. შემდეგ უკვე, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება მოვიდა, შენ როგორ თქვი, იყო ეს რაღაც სტატუს კვოს შენარჩუნების მცდელობა, მაგრამ დღეს ალბათ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიის შემდგომ პერიოდში პირველად გვაქვს, რომ საქართველოს არანაირი სამშვიდობო პოლიტიკა არ აქვს. უბრალოდ პარალიზებულია ეს მიმართულება, ისე როგორც პარალიზებულია ყველა სხვა მიმართულება ქვეყანაში, ხო? და მშვიდობა, როგორც იდეა და ღირებულება, გახდა პოლიტიკური ქულების დაწერის საგანი. მშვიდობას ეძახიან რუსეთის შიში ყოფნას და ამ შიშისადმი დამონებას. და ალბათ გაგახსენდებათ თქვენს იმედის ეს სოციოლოგიური გამოკითხვა რო იყო, რომელიც აუდიტორიას ეკითხებოდა მშვიდობა გინდათ თუ თავისუფლებაო. და აი ეს გამოკითხვა ჩემთვის არის ქართული ოცნების პოლიტიკის ძალიან კარგი გამოხატულება, როდესაც ისინი ირიბი მინიშნებებით თუ პირდაპირ განცხადებებით ფაქტიურად მშვიდობის სახელით თავისუფლებაზე უარს ამბობენ და თანხმდებიან ძლიერისადმი დამონებას და მისთვის სუვერენიტეტის გადაბარებას. არადა აი ამ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ გაზრდილი გამოწვევების ფონზე და რისკების ფონზე ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ და ვთანხმდებოდეთ მშვიდობის შინაარსზე, ხო? მშვიდობის დღის წესრიგზე. როგორია ქვეყანა, რომელშიც ჩვენ გვინდა ცხოვრება ეთნიკურად, რელიგიურად, პოლიტიკურად თუ სოციალურად განსხვავებულ ადამიანებთან ერთად და რა არის ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების წვლილი მშვიდობის მშენებლობაში, მშვიდობიანი ქვეყნის მშენებლობაში, ხო? ჩემთვის მშვიდობას რამდენიმე განზომილება აქვს. პირველი ეს არის ცხადია მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება და ეს არის პირდაპირ დაკავშირებული რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან. მეორე ეს არის ჩვენი ურთიერთობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსეთთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან და მესამე მშვიდობა შინ საქართველოში, სადაც უსამართლობა ზოგადად და უსამართლო სოციალური ურთიერთობები არის აღმოფხვრილი. თუნებას მომცემთ მოკლედ გავივლი თითოეულ ამ ფაქტორს. რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ცხადია დღეს საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან სარისკოა და საქართველოს ამოცანა არის რუსეთიდან მომდინარე უსაფრთხოების რუსეთიდან მომდინარე რისკების შემცირება, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის რისკების შემცირება, ეს უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანა, თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ რუსული რისკები არ არის მხოლოდ ტანკები ან ბომბები, ხო? რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება არის უსაფრთხოების რისკი. სტრატეგიულ ობიექტებზე თუ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე რუსული გავლენა არის უსაფრთხოების რისკი. მაგალითად, ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად 2017-2020 წლებში რუსულმა დაზვერვამ შეაღწია სახელმწიფო უწყებების, რკინიგზის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ეროვნული ბანკის ელექტრონულ სისტემაში. ეს არის უსაფრთხოების პრობლემა. უსაფრთხოების პრობლემაა საქართველოს უძრავი ქონების სექტორში რუსული კაპიტალის ზრდა, ხო? და თავისთავად ცხადია, რუსული ყაიდის კორუფციული ავტორიტარული რეჟიმი თავისი ჩრდილოვანი ეკონომიკით და ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტებით არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე უსაფრთხოების პრობლემა და სინამდვილეში ქართულ ოცნებას თითითიც არ დაუკარებია, რომ ეს რისკები შეემცირებინა. პირიქით, მოშალა ის სისტემები, რომლებიც გარკვეულად ამ რისკების შემცირებას ემსახურებოდნენ, კარი გაუღო რუსულ ინფილტრაციას, დააზიანა ურთიერთობები საქართველოს პარტნიორებთან და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულების ზრდას რუსეთზე ქართული ოცნება ეკონომიკის ზრდად გვასწავლებს. მსოფლიოს არც ერთი
ალბათ ძალიან ცოტა ქვეყანისთვის არსებობს 100%-იანი უსაფრთხოება, ხო? მაგრამ არსებობს ზომები, რომელსაც იღებენ ქვეყნები, რათა ეს უსაფრთხოების პროცენტული მაჩვენებლები გაზარდონ. ეს რაღაც ყოვლისმომცველი სხვადასხვა სტრატეგიებით არის შესაძლებელი, ძლიერი ინსტიტუტებით, კომპეტენტური საჯარო მოხელეებით და საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით, ხო? და ცხადია, რომ როგორც რუსეთის მეზობელ ქვეყანას ჩვენ ვერ ავირიდებთ თავიდან მასთან გარკვეულ ურთიერთობებს, ეს იქნება მოლაპარაკებები თუ სხვა ტიპის ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ თუ ჩვენს გეოპოლიტიკურ სისუსტეს შევამცირებდით და უსაფრთხოების კუთხით უფრო ძლიერები ვიქნებოდით, რა თქმა უნდა, აი ამ მოლაპარაკებების პროცესში უფრო ძლიერ პოზიციაში ვიქნებოდით რუსეთთან, ხო? რაც ეხება აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით და მშვიდობიან თანაცხოვრების საკითხებს აფხაზებთან და ოსებთან. საქართველოს კანონმდებლობით და ასევე ჩემი ღრმა რწმენითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ეროვნული ინტერესია, რომ ისინი იყვნენ დაცულები, სოციალურად და ეკონომიურად ძლიერები და ჰქონდეთ ნდობა საქართველოს სახელმწიფოსადმი, რომელიც დაიცავდა მათ საჭიროებებს და ინტერესებს, ხო? ჩვენი პოლიტიკა სწორედ უნდა იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების, უფლებების და სოციალური კეთილდღეობის დაცვა. და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფო უნდა იყოს აფხაზებისთვის და ოსებისთვის განჭვრეტადი. ანუ მათ უნდა იცოდნენ, რას უნდა ელოდნენ ჩვენგან, როგორც სახელმწიფოსგან და როგორც საზოგადოებისგან. უნდა ელოდნენ ისინი სიძულვილს, მუქარას, იზოლაციას, ჩაგვრას, თუ კეთილდღეობის სახელმწიფოს, სამართლებრივ სახელმწიფოს, რომლებშიც ისინი იქნებიან დაცული. და შეკითხვა არის ის, ალბათ, როგორ უნდა ავუხსნათ მათ ჩვენი ხედვები და შეთავაზებები, თუ მათთან არ გვექნება პირდაპირი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დიალოგი. დღეს ჩვენ ეს მინიმალურ დონეზე გვაქვს დაყვანილი ქართული ოცნების პოლიტიკის გამო. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნოთ, რომ ევროინტეგრაცია სამშვიდობო პროცესისთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ეს გვაძლევდა ჩვენ როგორც ქვეყანას გარკვეულად შეგვეთავაზებინა ალტერნატივა აფხაზებისთვის და ოსებისთვის და მათი პოლიტიკური ელიტებისთვისაც ასევე ერთის მხრივ ალტერნატივა ერთის მხრივ რეგრესირებად რუსეთსა და მეორეს მხრივ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფ საქართველოს შორის, ხო? საქართველოს, რომელიც როგორც სხვა დანარჩენ მოქალაქეებს, ისე აფხაზებისთვისაც და ოსებისთვისაც შექმნიდა უფლებების და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს და სწორედ ამიტომ არის ძალიან დიდი ტყუილი ქართული ოცნების მხრიდან, რომ თურმე ის ქვეყანა, რომელიც აცდა ევროინტეგრაციას და სუვერენიტეტი გადააბარა რუსეთს, არის მშვიდობიანი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და არანაირი მშვიდობის გარანტიები თუ უსაფრთხოების გარანტიები საქართველოსთვის დღეს არ არსებობს. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ აი მშვიდობა ქვეყანაში ზოგადად, ხო? იმიტომ რომ ჭეშმარიტი უსაფრთხოება მოითხოვს არა მხოლოდ ომის არარსებობას, არამედ სამართლიანობას და უსამართლო სოციალური ურთიერთობების აღმოფხვრას. როდესაც სამშვიდობო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ცხადია, ჩვენ უნდა გავიხსენოთ იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა საქართველოში და მათი დაუსრულებელი სიღარიბე, ბუნდოვანი მომავალი. ომიდან 30 წლის თავზე, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ასე ვუყურეთ საჯარო დევნილების, ისევ საპოლიციო ძალებით გამოსახლებას თვალჭრელიძის ქუჩიდან და შეუძლებელია ამან არ გაგვახსენოს ის ძალადობრივი გამოსახლებები, რომელსაც წინა ხელისუფლება აკეთებდა დევნილებთან მიმართებაში ანალოგიურად, ხო? უნდა გავიხსენოთ საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები ადამიანები და მათი მდგომარეობა, მაგალითად ცხინვალის გამყოფ ხაზზე მდებარე სოფლების მხოლოდ 20% აქვს საბავშვო ბაღები. და რას ნიშნავს, როდესაც საბავშვო ბაღი არ აქვს? ეს ნიშნავს, რომ სოციალური მდგომარეობა არის ძალიან რთული, ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს არ აქვთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სულაც ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ამ ტერიტორიების 33%-ით არის შემცირებული ამ ტერიტორიების მოსახლეობა. და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ეხლა მშვიდობაზე საუბარი არის ცინიზმის მწვერვალი, ჩემი აზრით. და ამ ბოლო პერიოდი
პრინციპში 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამკვიდრდა და ფესვები გაიდგა აი ამ უსამართლო სოციალურმა ურთიერთობებმა ჩვენს ქვეყანაში. მაგალითისთვის რომ ავიღოთ უთანასწორობა განათლების სისტემაში, ხო? აი განათლებაში ჩვენ ვხედავთ, რომ როგორი განსხვავებული მოსწრება აქვთ ქალაქსა და სოფლად ცხოვრებ ბავშვებს. ეთნიკურად უმრავლესობისა და ეთნიკურად უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს. რამხელა განსხვავებაა კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეების მოსწრებას შორის, არა? ესეც ხომ არის ამ უთანასწორობის გამომხატველი, რომელიც შემდეგ ამ ბავშვების და მოზარდობაში ამ ადამიანის ცხოვრებაზე აისახება. როგორი მიზერულია ან არ არსებულია ხარისხიანი ჯანდაცვა სოფლებში, განსაკუთრებით მაგალითად შშმ პირებისთვის, ხო? ყველაზე ღარიბ რეგიონებს, მაღალმთიან რეგიონებს საქართველოში ყავთ ყველაზე მდიდარი წარმომადგენლები. ცხადია, რომ ავტორიტარულ და ოლიგარქიულ რეჟიმებს სამართლიანობისა და თანასწორობის მიღწევის ინტერესი არ აქვთ. პირიქით, ისინი უფრო და უფრო ძლიერდებიან და პრინციპში ისინი საზრდოობენ ამ უსამართლობით და უთანასწორობით, ხო? და რა კავშირი აქვს ამას მშვიდობასთან, ხო? საზოგადოება, რომელშიც მიზანმიმართულად თესავენ უსამართლობის და უთანასწორობის განცდას, რა თქმა უნდა, არის დემორალიზებული, იმედგაცრუებული, უმოქმედო, პოლიტიკური სისტემები და სტრუქტურული და სოციალური სტრუქტურები ადამიანებს აჯერებენ, რომ უძალონი არიან, მათზე არაფერი არ არის დამოკიდებული, მათი ადგილი პოლიტიკაში და მშვიდობის მშენებლობაში არ არის, ხომ? და რომ უსამართლობა და ჩაგვრა არის გარდაუვალი. ფაქტიურად ქართული პოლიტიკური სისტემა დღეს საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებს ამაში, რომ უსამართლობა და ჩაგვრა არის გარდაუვალი და ამით რეალურად ჩვენს მოქალაქეებს აკარგვინებს რწმენას მომავლისადმი და ზოგადად საქართველოსადმი, როგორც იდეისადმი, ხო? ამიტომ მე მგონი ზუსტად ახლა არის კარგი დრო და მომენტი, რომ გავაანალიზოთ რა ტიპის მშვიდობას გვასაღებენ ჩვენ, ხო? რომ ერთი კაცის ახირება და უსაფრთხოება არის თურმე მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ, როდესაც სინამდვილეში შიშისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრება მშვიდობა, როდესაც შეგიძლია რომ ხვალინდელი დღე დაგეგმო, როდესაც ეკონომიკური კეთილდღეობა მთლიანი საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი, არა მხოლოდ ოლიგარქებისთვის და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური წრეებისთვის და მშვიდობა არის, როდესაც სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური, რელიგიური ჯგუფები დაჩაგრულად და მარგინალიზებულად კი არ გრძნობენ თავს ამ ქვეყანაში, არამედ ისინი თავს მიიჩნევენ როგორც თანასწორ სრულფასოვან მოქალაქეებად და ერთად შრომობენ საქართველოს კეთილდღეობისად. მადლობა, მედია. მეც გეთანხმები იმაში, რომ მე მგონი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი აი ამ ჩვენი საუბრის უნდა იყოს ის და შეფასება ოცნების აი ამ პოლიტიკაზე არის ის, რამდენად აპრიმიტიულებენ მშვიდობას. ხო? მშვიდობა იმდენად კომპლექსური საკითხი არის, რომ ის ერთ ადამიანზე ვერ იქნება დამოკიდებული. ერთი ადამიანი ვერ იქნება მისი გარანტორი. ანუ ზესახელმწიფოებიც კი მუდმივი თავისი მშვიდობის უნარიანობის შეფასების რეჟიმში არიან, მუდმივად თვალყურის დონების რეჟიმში არიან და ვერც ერთი ადამიანი ამის გარანტორი ვერ იქნება და მე მგონი ეს რაღაცა მკაფიო უნდა გახდეს ჩვენ საზოგადოებაში, რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილი მშვიდობის გარანტი, ეს არის თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა ბლეფი და ეს არის რაღაცა არაფერზე დაფუძნებული, ესე ვთქვათ, გზავნილი, მაგრამ გაბრიელს უნდა რაღაც დამატება მანამდე. ხო. აი მე მინდა ახავარძო მედიას საუბარი და ერთი კარგი რეცხვები გამახსენდა, კერძოდ ის რომ აი 92 წლის საფხულში სახელმწიფო საბჭოსთან არსებულ სოციოლოგიურ ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა. და მათ შორის ერთ-ერთი შეკითხვა იყო ის თუ რამდენად მეტაძაბული და რთული ვითარება არის ქვეყანაში. და მოსახლეობის 85%-მა თქვა რომ კი ქვეყანაში არის ძალიან მეტაძაბული და რთული ვითარება. დაახლოებით იგივე შეკითხვა აი დღევანდელობაში როგორ იქნება, ხომ პოლიტიკური კრიზისი არსებობს თუ არა ქვეყანაში. და 20-25 წლის საფხულში მოსახლეობის 72%-მა თქვა რომ კი ქვეყანაში ძალიან რთული პოლიტიკური მდგომარეობა.
კი, რა თქმა უნდა, ხა ეს არის ორი სხვადასხვა შეკითხვა არის, რომლის შინაარსი ძალიან გავს და კი სტორი არის თუ ვიტყვით, რომ კონტექსტებს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება, მაგრამ მეორის მხრივ, ჩემი პასუხი იქნებოდა და ასეთი რომ კი მე საზოგადოება ვითარდება და თავად მე სემშვიდისა და მშვიდობის და სტაბილურობის განცდაც მეცვლელებას მაგანესის ხომ და აქედან გამომდინარე კი ფაქტობრივად დღეს საქართველოში საზოგადოების განწყობა არის დაახლოებით იმის მსგავსი რაც იყო სამოქალაქო ომის დღეებში და ზუსტად ისეთივე გაყოფილი არის ხომ და კი მე ერთ-ერთი შეკითხვა რაც მე გამაჩნია არის სწორედ ის რომ როგორ მოხდება როცა საქართველოს აი ამ შავ დღეებს გაივლის და როგორ გაერთიანდება მე საზოგადოება და როგორ მოხდება აი ამ ჯგუფების ისევ ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაცია იმიტომ რომ ჩვენ დღეს მაგალითად ისე ვხედავთ რომ კი არ ვიცი ხა მართლა ესეთი გაყოფილი ქართული მე საზოგადოება მართლა 90-იან წლებში შედგა არ ყოფილა და კი ჩვენს ყველას რა გარკვეული ტრაუმებიც მეთაქვშება იმიტომ რომ კი ჩვენ შეიძლება ისევ კიდე უფრო რეაქციულები გავხდეთ მაგრამ ასევე მეორე საკითხი არის უკვე თუ რა მოხდება ხომ ანუ მე საზოგადოება როგორ უნდა გაერთიანდეს და თუ უნდა არ ვიცი ანუ ხო ამ შეკითხვაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე უბრალოდ და თქვენი აზრით თუ გაქვთ საინტერესო იქნებოდა მე მგონი აი ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა თვითონ აი როგორ შეიძლება იყოს მე ეს გაერთიანების აქ და რა უნდა გაგვაერთიანოს ხო და მე რაც მინდოდა სიღრმესთან ერთად სწორედ ხაზი გამესვა აი ჩვენი საუბრის დასაწყისშიც ავახსენე მეორე ცვლადი ჩემთვის არის ეს უთანასწორობა ხო და ჩვენთან აი ეს შვიდობაც სწორედ არის ერთ-ერთი უთანასწორობის მარკერი ანუ წვდომა მშვიდობაზე ხო მშვიდობის შეგრძნება როგორც ასეთი იმიტომ რომ მშვიდობის შეგრძნება არის პრივილეგირებულობა და ის რომ შენ შეგიძლია მშვიდად იყო და დღეს ვიშეულებ მშვიდად იყოს ანუ ესე ვთქვათ ვისი ცხოვრების წესი არ შეიცვლება ომიც რომ დაიწყოს ყველაზე მდიდრების სტაბილური ცხოვრება რა თქმა უნდა ანუ როგორ წარმოგიდგენია შენ ანუ ბიძინაივანიშვილს რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ომი იქნება თუ არ იქნება მისი ოჯახისთვის ანუ როგორ წარმოგიდგენია ბერა ივანიშვილი ჯარში გაიწვიოს ვიღაცამ და ავტომატურად ააჭროს როგორ წარმოგიდგენია არა ისევ ვიღაცა სოფლიდან მთიდან ეთნიკური უმცირესობები და ასე შემდეგ მოკიდემ ხელს ანუ ღატაკების ჯარი ყოს სამწუხაროდ გაღატაკებული ჯარი ხო სოციალური კუთხით რო შეხედო ეს არის ეს არასრულებს იმ ჯარის ფუნქციას ხო? პოლიციელებს ახალბასა და ჯარისკაცებს ახალბას შორის ორჯერ მე დიდი სხვაობა არის. კი ბატონო. ანუ ეგეც აჩვენებს ხო, ბევრ რამეს ძალოვან სტრუქტურებში და მე აქ იმის თქმა მინდა რომ რეალურად ეს უთანასწორობა ის ესე ვთქვათ რაღაცა ცვლადი ჩვენ სულ უნდა გქონდეს, როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ხო? იმიტომ რომ არის რაღაცა ჯგუფი, რომელსაც მარადიული მშვიდობა არის ამ ქვეყნად. და არის საზოგადოება, რომელსაც არასდროს არ არის მშვიდობა, ხო? და ისინი სწორედ ამათ ხარჯზე იქმნიან იმ პრივილეგიურ მდგომარეობას, რომელიც არსებობს და მათ შორის წმინდა სამხედრო კუთხით. და მე მაგიტომ ესმის ადამიანებს ვიზეც ვთქვი, რომ რა თქმა უნდა ისინი ნერვიულობენ ქვეყანაში რა მდგომარეობა იქნება, ხო? და აქედან გამომდინარე ფიქრობ რომ აი ეს მარკერი მუდმივად უნდა გვახსოვდეს ეს ერთი და მეორე ეს არ არის მარტო ესე თქვა ჩემ დაკვირვება ხო მაგალითად იგივე მე თვითონ მაქვს წაკითხული პირველი მსოფლიო ომში აი ეს სოციალური კლასის საკითხი როგორ იყო და იქ პირველ მსოფლიო ომში ანუ ყველა ვიცით როგორ ერთ-ერთი ყველა სისხლისმღვრელი დაპირისპირება იყო ხო მსოფლიო ისტორიაში ანუ ომში გადარჩენის ესე ვთქვათ საკითხი გადიოდა არა იმაზე შენ რა ეროვნების იყავი იყავი გერმანელი, ავსტრიელი, ბრიტანელი, ფრანგი არამედ იმაზე რომ სოციალური კლასი მიეკუთვნებოდი ეს მოდის დღემდე ხო ანუ დღემდე და არ შეიძლება ჩვენ მშვიდობაზე ვლაპარაკობდეთ აი ამ სოციალური მდგენელის გარეშე ხო იმიტომ რომ
ანუ ყოველთვის მარადიულად როგორც თქვი, დიდრებისთვის მუდმივად მშვიდობა არის და ეხა მათგან წამოსული რაღაც მსხვერპლ შეწერვითი საკითხები, რომ აი ყველაფერს გავიღებ აქ მშვიდობისთვის და რაღაც ეს არის სიყალბე. ხაკაძე რო საუბრობს ხო, მშვიდობაზე. ანუ ეს არის კალაძე რო საუბრობს მშვიდობაზე, ეს არის სიყალბე მაგალითად, ხო? ივანიშვილი რო საუბრობს მშვიდობაზე, არის სიყალბე. იმიტომ რომ ესენი ამათ არაფერი ესე ვთქვათ დასაკარგი არ აქვს საბოლოო ჯამში, ხო? შეუძლიათ ისე როგორც კოვიდის დროს როცა იყო, ანუ იდეაში საქართველოს რომ დაიპყრონ, მაგ გადაეწყობიან ახალ რეჟიმზე და ახალი გუბერნიის ისინი იქნებიან მათთვის არაფერი შეცვლილება. მათ პირველი მდგომარეობა იქნება შენარჩუნებული. კი ბატონო. ხო? და მაგიტო მშვიდობა არის ერთ-ერთი ესეთი რესურსი, ხო? რომ ანუ ამაში ანუ ყველაფერი ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, მოკლედ ესე ვთქვათ, პოლიტიკის წარმოების და შესაბამისად რესურსია, ხო? ამ ინსტრუმენტია ამ ხარ. აქედან გამომდინარე, ხო, ეს მე ვფიქრობ, რომ უნდა გვახსოვდეს, მაგრამ მეორე არის კი ჩვენ შეიძლება გვინდოდა თქვა მშვიდობა, მაგრამ როცა თქვა მეზობლად ყავს რუსეთი, მაშინ აი ამ რუსეთთან როგორ უნდა მოახერხოთ მშვიდობა. რაც ასევე ხა ობიექტურად რო ვთქვა, ძალიან პრობლემური საკითხი არა თემაშიც, ხო, იმიტომ რომ რუსეთი რომელიც არის არაადეკვატური, რომელიც არის რეაქციული, ნუ არა რეაქციული ნაკლებად ეთქმის, არ ვიცი, რეაქციული შეგვიძლია ვთქვა რუსეთზე თუ არა. მაგრამ ხო, არ ვიცი, თლად მაგ კარგი მეზობელი არ ყავს. და ამ ხრივ აი რუსეთთან როგორ ვაგვარებთ? თუ საერთოდ შეგვიძლია? აი როგორ ვიცავთ თავს რუსეთისგან? მე მგონი აქ რამდენიმე აქაც რა თქმა უნდა რამდენიმე შრიანი მიმართულება. პირველი ეს არის მე მგონი უბრალოდ გააზრების საკითხი ჩვენთვის, ხო? იგივე ეხლა აი მიმდინარე კვირაში დარწმუნებულია 2008 წლის ომი განხილული იქნება იმაზე 7-ში დაიწყო, 8-ში დაიწყო, რომელ საათზე დაიწყო, როდის შემოვიდა აქ როკის გვირაბის გავლით ჯარი და შემდეგ, ხო? და მე ამას ვეძახი რაღაცა ჰიპნოზულ მდგომარეობას რა, ანუ რაღაცა აი სიზმრის მდგომარეობას, იმიტომ რომ სიზმარში როგორ არის, ხო? შუიდან იწყებ უკვე სიზმრის დანახვას. და რეალობა როგორია? რეალობა არის, რომ შენ თლიანი სურათი უნდა გაანალიზო. და ჩვენ შუიდან ვიწყებთ, ან ჩვენ 2008 წლიდან ვიწყებთ რაღაცა რუსეთთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხს და რაღაცა მის აღქმას როგორ სწრაფად, ხო? იმიტომ რომ მანამდე იყო მთელი რიგი პროცესები, როცა რუსეთში ვეძებდით ჩვენ რაღაცა გასაღებს, კონფლიქტების მოგვარების და უსაფრთხოების პოვნის და დღესაც იგივე წრეზე თითქოს მიდის, რომ აი პირიქით უნდა ბოლომდე რაღაცა აი ეს კონფრომ ახალისუფლება მიდის ვიდრე ეს ხო, არა, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ მიდის, ხადია, მაგრამ ყოველთვის აი ეს ნარატივი რომელიც შემოთავაზებულია, ხო, ანუ ყოველთვის გამოსავლისკენ არ მიდის. და მე მგონი ეს პირველი ზოგადად აი რუსეთის საკითხზე ანალიზის ეს არის დიდი სურათის დანახვა და დანახვა იმის და პირველ რიგში რუსეთის შესწავლა, ხო, თანამედროვე რუსეთი რას წარმოადგენს. იმიტომ რომ ეს არ არის, ანუ პუტინის პირველი, ანუ არც ერთი მისი ვადა ერთმანეთს არ გავს. ანუ ყველა განსხვავებული არის. ხო, თუ შეიძლება აიღორო, რა ვიცი, ვიღაცის რაღაცა 8 წელი აიღო, აი გასაგებია, რომ რაღაც ერთნაირი იყო და მე რაღაც სხვა ის, აი არ არის, ხო? პუტინის მართლობის წლებიც კი ძალიან განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, ის არის მუდმივად ცვალებადი და მარტო რაღაც მუდმივად საუბარ მსხვერპლის პოზიციიდან არის არასწორი. და ამას გადავყავართ ესე იგი ზოგადად უსაფრთხოების საკითხამდე, ხო? როგორ უნკლავდებით ჩვენ თავარ ეგზისტენციალურ ერთ-ერთ თავარ ეგზისტენციალურ საფრთხეს, ეს არის რა თქმა უნდა რუსეთთან მომდინარე აგრესია, განგრძობითი აგრესია და მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა გქონდეს ჩვენ სრულიად განსხვავებული მიდგომა და პრინციპში აქ მოძრაობის შიგნითაც ამაზე ბევრი გვიმსჯელია, ეს არის რა თქმა უნდა ტოტალური თავდაცვა და ეს არის ყოვლის მომცველი უსაფრთხოება, ხო? ნორდიკულ ქვეყანაში სოციალურ უსაფრთხოებასაც უწოდებენ ამას, ანუ ეს არის ვითარება, სადაც ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს უსაფრთხოების სფეროში. ეს არის ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, ეს არის ძლიერი საზოგადოება, ნაკლები ხლეჩვებით. უპირველეს ყოვლისა სოციალურ და ეკონომიკურ საფუძვლებზე. და როდესაც საზოგადოება აი ამ ერთიან ფუნდამენტზე დგას, მუშაობს ინსტიტუტები, გამართულია სიტყვაზე მარაგები, გამართულია თავშესაფრები, ასევე უსაფრთხოება არ არის მხოლოდ აღქმული როგორც სამხედრო პრობლემა, არამედ ეს არის ყოველდღიურობის
ნაწილი ცხადია არა რაღაცა ეს ფაშტური და სიგიჟის გაგებით, არამედ რა თქმა უნდა ძალიან ისე რაციონალურად და მართულად და რა თქმა უნდა იმ კულტურულ საწყისებზე თან, რომელიც ჩვენ გვაქვს და გვახასიათებს, აი ესეთი მოდელით ჩვენ ბევრად უფრო გამძლეები და ძლიერები და ანგარიშ გასაწევი ვიქნებით, ვიდრე ცხადია ახლა ვართ, ხო? და ჩვენ არ პატარა ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ეგრეთ წოდებული სტრატეგიული სიღრმე, მხოლოდ შეუძლია ის, რომ რაც შეიძლება მაღალი ფასი გადაახდევინოს აგრესორს იმ მდგომარეობაში, რომ თუ ის გადაწყვეტს აგრესიას. კი. და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ზოგადად ძლიერება, ბრძოლის უნარიანობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი ფასი გადაიხადოს აგრესორმა, ხო და ამ სიძლიერის გაზრდაში ასე უგულისხმობ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სიძლიერესაც, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვწდომენ ახონის ტექნოლოგიებზე, წარმოებაზე, უბრალოდ სამხედრო წარმოებაზე და ასე შემდეგ, ხო? უშახელზე, იმიტომ რომ თქვა, იგივე ამხელა მიგრაცია რომ გვაქვს და ჩვენ ერთ დღესაც რომ მოვინდომოთ რომ რაღაცა წარმოებები დავიწყოთ და რაღაც ინდუსტრია შევქმნათ, ჩვენ აღმოჩნდებით რომ უბრალოდ მშრომელი ადამიანები აღარ ყავს. აი მაგალითად იგივე რუსეთში დღეს უკვე თქვა მეურნეობაში ძალიან კარგად ჩანს, რომ რუსეთში საშინელი დეფიციტი არის მშრომელი ხალხის, რომლებიც არიან ფრონტზე. და რომლებიც ყოველთვის უარესში შემთხვევაში მათთვის დაიღუპნენ. და კი აი ეს მიგრაციებით საქართველოსზე აუცილებლად მოახდენს აკავლენს თუ კი საქართველოს მართლა გადაწყვეტს აკავნით ეთარებას და არა იმ ფსევდო განვითარებას რომელიც დღეს არის ხო რაღაცა ფინანსური ბაზრებით რაღაცა ვითომ შექმნა სტატისტიკების რა თქმა უნდა ეს განვითარება არ ითარგმნება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ხო ეს არის ზრდა განვითარების გარეშე როგორც ეძახიან პრინციპში აი ამ სტრატეგიული სიღრმეც არა მხოლოდ სამხედრო არის, არამედ სწორედ ეგეც არის. კი რა თქმა უნდა. აი იგივე მე ხომ თქვა მახსოვს აი სამხედრო ოსზე რო თქვი რა, რომ აი 90 წელს მაგალითად როდესაც ხენალში იწყება ეთაპისპირება, არავინ რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო სამხედრო ოსეთში ბრძოლები, ხო? რატომ? იმიტომ რომ მთელი კრიზისის ცენტრი იყო სოხუმი. და ალბათ იმ დროს რომ მეცხოვრა, ჩემთვის იქნებოდა შოკი, რომ კი რომ აი სამხედრო ოსეთში უეცრად იწყება ეთაპისპირება. იგივე თქვა შეგვიძლია თქვა 2008 წელზეც, ხო? აქაც 2007-2008 წლამდე მთელი ცენტრი კრიზისისა იყო სოხუმი ისევ. მათ შორის აფხაზეთი რა. სამხედრო კუთხით. ხო, რა თქმა უნდა, მაგას ვქორწ. და უეცრად გადმოდის სამხედრო ოსეთში და კი მე რო ვფიქრობდი თქვა აი ეს რატო ხდება? რუსეთის პერსპექტივით არის ის რომ აფხაზეთი მეტწილად მაინც არის ბუნებრივი საზღვრით გამოცალკავებული მაშინ როცა სამხედრო ოსეთი შეჭრილი არის საქართველოში შუაში და კი აი ერთი რუსული ტანკის წინ გადმოსვლა უდრის კრიზისს და კი 2008 წელს რუსეთმა პირველივე დღესვე ქართული სახელმწიფო ჩამოშალა უბრალოდ რადგან იმიტომ რომ სახელმწიფო იყო ძალიან სუსტი ნუ აღარ ვსაუბრობ ხა 90 წლის საქართველოს ჯერ კიდევ არ შედგარ სახელმწიფო მეწებოზე ხო მაგრამ კი 2008 წელს რუსეთმა ძალიან მარტივად შეძლო საქართველოს დამარცხება ეს არის ფაქტი და სწორედ იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფოს არანაირი სიღრმე ეს არ გააჩნდა არც სამხედრო არც ეკონომიკური და არც არ ვიცი სახელმწიფოებრივი კი ბატონო მე აი ისევ რას დასაწყისში აღმოჩნდით რომ დღევანდელი პერსპექტივიდანაც დავინახოთ ვითარება აი დღეს იგივე რუსეთზე რო ავიღოთ ხო 12 აგვისტოს ხელშეკრულება 6 პუნქტიანი ხელშეკრულება არის დღეს ერთადერთი რაც ოფიციალურად ესე იგი იურიდიულად ყოველ შემთხვევაში გვაკავებს რუსული აგრესიისგან ხო აქტიური რუსული თუ მოუნდა დაარღოს ახლა რა თქმა უნდა აქტიური რუსული აგრესია და გვაქვს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები რომელიც ეს არის ქართულ-რუსული ფორმატი რომელიც არის ფრენად კონფლიქტის მენეჯმენტზე და ეს არ არის არც შერიგებაზე ორიენტირებული აფხაზებთან შემდეგ ხო როგორც ეს ვერც წარმოუდგენ ხოლმე და უკვე რაღაც 60 რაუნდზე მეტია ჩატარებული ისე რომ რაღაცა ფუნდამენტური შედეგი არ არის და ეხა ამის პარალელურად ქართული ოცნება თავაზობს რას რომ ისევ და ისევ ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი მშვიდობის გარანტი დაუშვათ რომ ესია ხო დაუშვათ და ბიზნესს რამე დაიმართოს მაშინ რა ხდება ბიზნესს აი თქვა ეთაბერდა ხა კაცი ნუ წავალთ ეგრე შორს
მშვიდობის, სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ისეთივე საქმეა, როგორც აი ამ ჭიქის დამზადება მაგალითად, ხო? მაგიდის. საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის იმქამდე, ხელში რა ინსტრუმენტები გაქვს, რისი მიღწევა შეგიძლიათ და ამ შემდეგ. თუ ბიძინა ივანიშვილი ესეთი ძლევამოსილი ადამიანია, რომ მის პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე შეკავებული ყავს ამ ხელა აგრესია, ხრებით უჭირავს. ხო, აქ არ არის საუბარი არც აფხაზეთის დაბრუნებაზე, არც სამხედრო-სათის, ხო, ცხინვალის რეგიონის. ამაზე არ არის საუბარი. არა, უბრალოდ მარტო იურიდიულად, რომელიც ასევე ცხადია, რომ ჩვენთვის არაფერს შეიძლება არ ნიშნავდეს საბოლოო ჯამში, ხო, თუ რუსეთის ქმედება მოუნდა და დარღვევა მოუნდა, მაგრამ მაინც ჟენევაში რასიზმის მიღწევაც გვინდა. ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმება, რომ რუსეთმა უბრალოდ აიღოს ვალდებულება, რომ საქართველოს წინააღმდეგ აღარ გამოიყენებს რაღაც. ეს ხო უმარტივესი რაღაცაა. ეს არის იურიდიულად გაფორმებული რაღაცა პატარა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ რუსეთი აღარ გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ ძალას. რა უდგას წინ ივანიშვილის ასეთ ძლევამოსილებას, მაშინ რომ ესეთი პატარა ნოტარიულად ესე იგი დამოწმებული დოკუმენტი არსებობდეს, ხო? სიტყვაზე და აღარ იყოს მაგალითად მარტო ჰაერში გამოკიდებული რაღაცის მოჩვენებითი რაღაცა ერთგანზომილებელი მითოლოგია. თუ ესეა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის თავარი შემაკავებელი ფაქტორი ამ ხელაგრესიის, მოდი ქაღალდზეც იყოს ეს, ხო? ისე რომ რა თქმა უნდა ჩვენი კონტროლის აღდგენას და ეფექტური კონტროლის აღდგენას არავინ არ თხოვს, მაგრამ ამდენი რაუნდია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საქართველოს ითხოვს რუსეთისგან პატარა ფარატინა ქაღალდზე ხელის მოწერს, მაგრამ არ აწევს რუსეთი ხელს. რატომ? იმიტომ რომ რუსეთს არანაირი ინტერესი არ გააჩნია. არაფერს აწარმოებს რუსეთისთვის, ხო? და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შიგნით ამ რაღაცა პრიმიტიულ მესეჯ ბოქსამდე დაყვანილი, რომ თურმე ეს ადამიანი არის თავი გან. სიმართლე რომ გიკითხავ, ეხლა რომ ფიქრობ ხოლმე, მაინც ჩანს ხოლმე რომ რუსული ინტერესი ისეთი ძლიერი არ არის რა, ქართულ ასე ვთქვათ, როგორც ხანხა ჩვენ გონია ხოლმე რა, რომ თუმე რუსები ყოველდღე ფიქრობენ ეხლა ქართულ რუსებმა როგორ მაგ გადაარჩინონ. მე მგონია რომ როცა ქართულ მოსწავლეებმა დაიწყო სვლა რუსეთისკენ, მათ რეალურად ძალიან მცირე მხარდაჭერა ჰქონდათ. არა, მცირე რა თქმა უნდა ჰქონდათ მე დიდი, მაგრამ გულისხმობ იმას რომ ეს არ არის ის მხარდაჭერა, რომელიც ნიშნავს რომ რუსეთი შესწირავს საკუთარ თავს ბიძინას. არა, რა თქმა უნდა რუსეთს არასდროს არ ახასიათებს კონკრეტულ რეჟიმებზე ფსონის დადება. ეს არ არის მისი სტილი. თან არაფერი არ დაუთმია. რუსეთს არ დაუთმია არაფერი. მას რომ რეალურად უნდოდეს ვთქვათ ბიზნესს მაგ გადარჩენ. ის აუცილებლად რაღაცას იზამდა, რომ ვთქვათ კი შენ თუ ჩემს რიტორიკას გაითვალისწინებ, მე ავტომატურად აგერ სამხრეთ ოსეთში რაღაცას გადმოვაგდებ. აგერ ბიზნესს ბოდიში რომ მოუხადა რუსებისგან რამე იყო, ვიგრძენით რომ ვთქვათ ცხინვალში, არ ვიცი ვიღაცამ რაღაცა თქვა, მაგრამ ხო, არა, ხო? რა თქმა უნდა. ძალიან მოწყვლადები არიან და რა, სავარაუდოდ განანა, არ ვიცი, რუსეთის უშიშროების რამდენიმე მე გენერალზე ამ წუთას. ჩემი ღრმა რწმენით რომ შეიძლება არასწორი იყოს ხარ, რა ვიცი ხა. სუმცირე ის რომ ზატულინის დონეზეც კი მასხრად იგდებენ ქართულ ოცნებას და დასცინიან, ეგ მენიშნებს იმაზე, რომ რუსებთანაც კი ალბათ რეალურად დამლაპარაკებელი არავინ არ ყავთ. რაღაც საკითხებზე. ისე არის ფუნდამენტურ საკითხებზე. პუტინმა რომ მოისურვოს საქართველოსთან ვინმესთან საუბარ ვის უნდა ესაუბროს. ხო, ბიძინა წავა კობახიზე თუ არ ვიცი, მათიკაშვილი. რომელი გონი? ერთ სასაცილო ფიგურები არიან აქ თამხე, ვინ უნდა იყოს მისი საპირწონე, ხო, ჩვენ მხრიდან ვინ შეიძლება. მაგიტო ამბობ, რომ ეს ვითარება რაც არის შექმნილი, ეს ემსახურება მხოლოდ სტატუს კოს შენარჩუნებას. ეს არის სირაქლემას პოზა, მე მაქვს თავი ჩაყოფილი ქვიშაში, ვერაფერს ვერ ვხედავ, ვერაფერს ვერ ვამჩნევ, მინდა ჩემი რაღაც სოციოპათიური მდგომარეობა, არავინ არ მინდა რომ მაწუხებდეს, მინდა აქ ფული ვიშოვო, იმიტომ რომ ბიტკოინები უნდა ეხლა. ფული არ უნდა ბიტკოინები, ვიღაცაები ცხადია, დარწმუნებული ძალიან კარგ ფულს აკეთებენ. ამ უკრაინის ომის პარალელურად, იმიტომ რომ თუნდაც ავიღოთ ტრანზიტი არის რამდენი? ესე ყირგიზეთში ჩვენი ექსპორტი, მანქანების და ყირგიზეთში საქართველოსდან იმპორტის მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. სად მიდის მაშინ შუალედში, ხო? არც. მაკრება, მე ჯიბეში მიდის. ხო, აქედან გამომდინარე, ესე იგი თელი რიგი სისტემა უკვე აწყობილი, ვისთვისაც ეს არსებული მშვიდობა, როგორც
ოცნება იტყო და მუშაობს და კარგათაც უწერს შემოსავალს. მაგრამ ხა თუ ბოლხანოში ვნახავთ აღმოჩნდა რომ თავად კოცი ბიზნესმენებისთვისაც აღარ არის მშვიდობა. იმიტომ რომ ბიზნესი უკვე დაიწყო უკვე აკაპარსებად. როდესაც ნელ-ნელა უკრაინაში ომის დასრულების რაღაცა ესე იგი ჩარჩო გამოიკვეთება, მე მგონია რომ ეს სტატუს კვოს მაშინ დაიწყებს რღვევას. იმიტომ რომ ზედმეტად თვითონ მიიმაგრა ამაზე თავი ქართულმა ოცნებამ, რაც მე მგონია რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს საკუთარი პერსპექტივიდან და ვერაფერ ვერ ხვდები ხოლმე თუ როგორ დაუჯერეს რუსებს, როცა დაიჯერეს რომ არ რამდენიმე დღეში უკრაინა დაამარცხებდნენ. გასაგებია, მადლობა, ეს იყო ჩვენი პოდკასტის მეხუთე ეპიზოდი. შვიდობას და ომს.